კომპოსტირება გადამუშავების უძველესი ტექნოლოგიაა. ეს არის ადამიანის მიერ მართული პროცესი, როდესაც კომპოსტი წარმოიქმნება ბიოლოგიური ნარჩენებისგან სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების მიერ. კომპოსტი სტაბილური სასუქია, რომელიც გაჯერებულია ორგანული და საკვები ნივთიერებებით, ფერმენტებითა და სასარგებლო მიკროორგანიზმებით. საკვები ნივთიერებები გადაბმულები არიან ორგანულ ნივთიერებებზე და თანდათან გამოიყოფიან ნიადაგში და ანოყიერებენ მას. კომპოსტს შეუძლია უზრუნველყოს მცენარეთა გრძელვადიანი კვება. იგი ხდის ნიადაგს გლუვს, მაგრამ ამავდროულად ფხვიერს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნიადაგის ეროზიას, აუმჯობესებს წყლის შეკავებასა და ნიადაგის სტრუქტურას. დადგენილია, რომ ეს პროცესები ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას, მცენარეების, ბუჩქებისა და ხეების დაფესვიანებას. ასევე ამცირებს დაავადებათა და მავნებლებთა გაჩენის რისკს. კომპოსტირება შესაძლებელია ბინაში, ბაღში, საცხოვრებელი კორპუსის გვერდით, პარკში, სკოლებში, ფერმებში ან სპეციალურად მოწყობილ კომპოსტირების მსხვილ საწარმოებში. ჯანსაღი მოსავლის საფუძველი არის ჯანმრთელი და ცოცხალი ნიადაგი გაჯერებული საკმარისი საკვებით და ორგანული ნივთიერებებით. ამაში კი ფერმერს ხარისხიანი კომპოსტი დაეხმარება. მის საწარმოებლად გამოიყენება ყველა ბიოლოგიური ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნება ოჯახში, ბოსტანში, მინდორში ან ფერმაში მცირე შინაური საფერმო ცხოველების მოშენებისას. კომპოსტის კუთხე ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ მოაწყოთ, რომელიც საკმარისად იქნება დაშორებული წყლისგან და მუდმივად იქნება დატენიანებული. დაჭაობებული ნიადაგისგან. ასევე აუცილებელია, რომ საკომპოსტო ნედლეული ეხებოდეს მიწას, ისე რომ ხელმისაწვდომი გახადოთ იგი ნიადაგში მცხოვრები ორგანიზმებისთვის, ჭიაყელებისთვის, ტკიპებისთვის და მიკროორგანიზმებისათვის, რომლებიც მას დაშლიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იგი ადვილად მისადგომი იყოს წვიმასა და თოვლში. თუ კომპოსტის კუთხეს განათავსებთ ჩრდილში, მაგალითად ხის ძირში და მას დააფარებთ წვიმისაგან დამცავ სახურავს, ჩათვალეთ, რომ საკომპოსტაციო ადგილი მზად გაქვთ. როგორ უნდა გამოიყურებოდეს კომპოსტის კუთხე? ჩვენი კომპოსტის კუთხე შედგება რამდენიმე ყუთისგან. იგი დამზადებულია ძალიან მარტივად ძველი დაფებისგან, რომლებიც სამშენებლოდ გამოუსადეგარია. პირველ ყუთში შენახული გვაქვს თითქმის მზა კომპოსტი. როდესაც იგი ბოლომდე ჩამოყალიბდება, მას გავცრით და ჩანთებში შევინახავთ. ამ გზით შეგვიძლია კომპოსტი მთელი სეზონის განმავლობაში გამოვიყენოთ. ამ კომპოსტის ყუთში გამოყენებულია სარეველა ბალახები, ხის ნაფოტები და ძველი ჩალა. ასევე გამოვიყენეთ ნაცარი და საქონლის ნაკელი. ანუ ძალიან მრავალფეროვანი ნედლეული, რომ იგი საკმარისი იყოს დიდი ყუთის ერთიანად შესავსებად. როგორც ხედავთ, შევსებული ყუთი ერთ თვეში განახევდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესი ძალიან კარგად და სწრაფად წარიმართა. კომპოსტირება შეგიძლიათ დაიწყოთ პირდაპირ თავისუფალ ადგილას. ეს კომპოსტირების ძირითადი ფორმაა და ამ მიდგომის გამოყენება სასარგებლოა ყველგან, სადაც ბევრი საკომპოსტაციო ნედლეული და საკმარისი ადგილია. საჭიროა მხოლოდ ბიოლოგიური ნარჩენების დამატება, ერთმანეთში შერევა და სასურველი ფორმის მიცემა. მეორე გზა არის კომპოსტირება ურნებში. ეს განსაკუთრებით შესაფერისია იქ, სადაც არის სივრცის ნაკლებობა ან მცირე რაოდენობის ნედლეული. კონტეინერები შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მასალით, ხით, პლასტმასით, წნულით, ლითონით, ბეტონით, ქვით ან მათი კომბინაციით. მნიშვნელოვანია, რომ ყუთს ჰქონდეს საკმარისი სავენტილაციო ღიობები. კომპოსტირებისთვის იდეალურია მასალების მრავალმხრივი ნარევი, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს მორგებული და ერთმანეთში საკმარისად ურთიერთშერეული. ასე გამოიყურება ჩემი კომპოსტი დამუშავებიდან დაახლოებით 2 ან 3 თვის შემდეგ. აი თავდაპირველი ნედლეული კი ასე გამოიყურება. ეს საკომპოსტაციო ადგილი 1 თვისაა. აი ასეთი მაღალი იყო, დაახლოებით 1 კუბური მეტრი. ძირში უკვე გვაქვს მშვენიერი დასრულებული საბოსტნე ნიადაგი, რომელსაც სოკოს შესანიშნავი სუნი აქვს და გამოსაყენებლადაც მზადაა. ნაკელი კომპოსტირებისას ფასდაუდებელი ნედლეულია. განუწყვეტლივ ამატეთ ის საკომპოსტაციო ადგილს და შეურიეთ სხვა მასალებს, ან მოახდინეთ მისი ცალკე კომპოსტირება ნიადაგთან შერევით. მოცულობითი თანაფარდობით 1:5-თან. კომპოსტირებას და ნაკელის გადამუშავებას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალიან მშრალი ნიადაგი გვაქვს. პირველ წელს, როდესაც ამ ბუსტანში დავიწყე მუშაობა, მშრალი ნიადაგის წყალობით სარეველა ბალახიც კი არ ამოსულა. მქონდა შიშველმინდორი და აი უკვე 6 წელია გასული და ახლა ვხედავ შედეგს. აი თუნდაც ბოსტანი რომ არ მოუწყა და წყლის უკმარისობა მქონდეს, ბოსტნეულს მაინც შეუძლია გადარჩეს, რადგან ნეშომპალის ფენას თავისითად შეუძლია შეინარჩუნოს საჭირო ტენიანობა. კომპოსტირებისათვის შესაფერისი ნედლეულის მაგალითებია: აზოტოვანი ნედლეული, რბილი, მწვანე და წვნიანი ნედლეული, ხილისა და ბოსტნეულის ნაბძქვენები, საჭმლის ნარჩენები, ხორცის, თევზისა და რძის გარდა, გათიბული ბალახი, საქონლის ნაკელი,
ჩაის და ყავის ნალექი, ვადაგასული საკვები, გაფუჭებული ხილი და ბოსტნეული და გამხმარი ყვავილები, ნახშირბადოვანი ნედლეული, მყარი ყავისფერი და მშრალი ნედლეული, ჰივა, ჩალა, კულტივაციის შემდეგ მორჩენილი მშრალი ნედლეული, ტოტები, ხის ანათალი, ბურღუშელა და ნახერხი, ფოთლები და წიწვები, siminდის ფუჩეჩი და ღეროები, ქაღალდის ხელსახოცები და ცხვირსახოცები, მუყაო, ნაცარი, ჩამქრალი და კარგად გაციებული. სათანადო კომპოსტირებისთვის აუცილებელია შემდეგი: არ დავაბინძუროთ ორგანული ნარჩენები, სხვა არასაჭირო ნარჩენები. დიდი და უხეში ნარჩენები, მაგალითად ტოტები, დავანაწევროთ, დავაფუძმოცოთ მცირე ზომის ნაჭრებად დაახლოებით თითის ზომაზე. მშრალი ყავისფერი და ხის ნედლეული, ეგრეთ წოდებული ნახშირბადოვნები, მაგალითად ხის ნახერხი, ფოთლები ან ჩალა, ცალკე უნდა შევინახოთ. მცირე ფორმის კომპოსტირების შემთხვევაში უნდა მოვათავსოთ ჩანთებში ან ცალკე კონტეინერებში. შენახულ ნახშირბადოვან ნედლეულს მთელი წლის განმავლობაში თანდათან ვიყენებ, მხოლოდ რბილ, მწვანე და წვნიან ნარჩენებთან შესარევად, ეგრეთ წოდებულ აზოტოვან ნედლეულებთან, როგორიცაა ბალახი, ხილი და ბოსტნეული. ნახშირბადოვანი და აზოტოვანი ნედლეულის მოცულობის თანაფარდობა დაახლოებით უნდა იყოს 1:1-თან. ასევე უნდა უზრუნველყოთ კომპოსტირებული ნედლეულის შესაბამისი ტენიანობა. იგი უნდა იყოს როგორც გაწვრილი ტენიანი ღრუბელი, მაგრამ ხელის მოჭერის შედეგად მისგან წყალი არ უნდა გამოდიოდეს. ყველა ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც მონაწილეობას იღებს ორგანული ნარჩენების დაშლაში, სიცოცხლისთვის ესაჭიროება ჟანგბადი. წელიწადში 2-4 ჯერ უნდა უზრუნველყოთ საკომპოსტაციო გროვის საფუძვლიანად დაბარვა. 9 მეტრზე მეტი სიმაღლის გროვის დაბარვა უფრო ხშირად უნდა მოხდეს. ამგვარად განვახორციელებთ კომპოსტის ჟანგბადით გაჯერებას და ამავდროულად შიდა და ზედა ზონების ერთმანეთში გადარევას. ყველა მითითების გათვალისწინების შემთხვევაში კომპოსტის გროვას მთელი პროცესის განმავლობაში არ ექნება სუნი. მცირე ძალისხმევის შემთხვევაში კომპოსტის წარმოება შესაძლებელია 3 თვიდან 1 წლამდე პერიოდში. კომპოსტი მოყავისფროა, გააჩნია ნაზი კოშტოვანი სტრუქტურა და ტყის ნიადაგის სუნი აქვს. გამოყენებამდე შეგვიძლია კომპოსტი გავცრათ. არსებობს ნედლი და მომწიფებული კომპოსტი. ნედლი კომპოსტი წარმოიქმნება კომპოსტირებიდან დაახლოებით 2-დან 6 თვის შემდეგ. ნედლმა კომპოსტმა შეიძლება დააზიანოს მგრძნობიარე მცენარეები. ამიტომაც ვახდენთ ნედლი კომპოსტის ნიადაგზე მოყრას შემოდგომას. იგი თავისით მწიფდება სარგავ ტერიტორიაზე. ბოსტანში უმჯობესია მომწიფებული კომპოსტის გამოყენება. იგი წარმოიქმნება კომპოსტირებიდან 6-12 თვის შემდეგ. კომპოსტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნიადაგში ვეგეტაციის ნებისმიერ დროს. მას ვიყენებთ თესვისას, დარგვისას, ბუჩქებისა და ხეებისათვის. სათბურში ნიადაგის გასანაყოფიერებლად ან შესაცვლელად. მომწიფებულ კომპოსტს არასდროს ვხნავთ, არამედ ნაზად ვურევთ ნიადაგში. ბოსტნეულის ბაღის საკვები ნივთიერებებით მომარაგებისთვის საკმარისია 10 ლიტრი კომპოსტის საკულტივაციო ფართობის 1 კვადრატულ მეტრზე. კომპოსტირება ეს არის ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი და მარტივი გამოყენების საშუალება. ეს არის გადამუშავების მეთოდი, რომლითაც იხურება საკვების კულტივაციის ციკლის სრული წრე და ამავდროულად იგი ამცირებს გადაყრილი ნარჩენების რაოდენობას. ამიტომაც საკომპოსტაციო ადგილი უნდა ჰქონდეს ყველა ბოსტანსა და მეურნეობას.